მაგათ გონიათ რომ ჩვენც გვეშინია დაჭერის რა ვიცი შეიძლება უხაროდეს მაგრამ მე არ გონია რომ ჩვენი მხრიდან პრობლემა იყოს რომ დაჭერის გვეშინია მე გონი რომ სხვა პრობლემა გვაქვს და მე მგონია რომ ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს იმის ნდობა რომ მე თუ რაღაცას გავაკეთებ და ამის გამო დამიჭერენ არ მაქვს იმის განცდა რომ გააგრძელებს ვიღაცა არ არის აუცილებელი იგივე გააგრძელოს იმანაც თავი დააჭეროს მაგრამ არ მაქვს იმის განცდა რომ ვიღაცა მოკლედ ეს პროტესტი ისევ ისე გაგრძელდება რა და ამ შემთხვევაში გამოვა რომ მე მართლა ტყუილა დამიჭერეს ხო ტყუილა რატომ უნდა დავაჭერნო თავი მაგრამ მე თუ მექნება იმის განცდა რომ მე დამიჭერენ და ვიღაცა ანუ ვიღაცა ერთი ძერ მეტი ადამიანი გამოვა ჩემნაც სრულად ქუჩაში ანუ ვიღაცა იმავე ეს გააგრძელებს რასაც მე ვაკეთებდი ამ შემთხვევაში ჩემს უკვე მისაღებია რომ დამეჭირონ და ამის განცდა მე პირადად შეიძლება მქონდეს ჩემი კონკრეტულად ჩემი მეგობრების იმედი მაგრამ გონია რომ ზოგადად ამის განცდა არ არის რომ შიშ საერთოდ ვერ ხედავ რა მე ზოგადად გონია რომ ძალიან აცდენილი არის ხელისუფლება იმას თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ რისი გვეშინია ჩვენ რა გვაწუხებს რაზე ვართ წამსვლელები მე ვისაც ვიცნობ ვინც დღეს ადმინისტრაციულ წესთან დაპატიმრებული ვიცი რომ ყველა წამსვლელი არის ის წამსვლელში არ გულისხმობ იმას რომ ადგენიან და გაექანებიან ახლა და მაინდამაც გადაკეტავენ მაგრამ ანუ არ დაიმალებიან იმის გამო რომ არ დამეჭირონო რა სახში არავინ არ დაждდება იმის გამო რომ არ დამეჭირონო მე ვინც ვიცი ცოტა ხნის წინ საუბრობდით რუსულ კანონს რო ვაკრიტიკებით დღეს რაღაც კანონები ჩვენ უფრო მკაცრი გვაქვს და ამას მე მგონი აქვს ახსნა რა კი აი პირვადების კანონი მე მგონი არ არსებობს ჩვენ დაჩაგვრას უფრო ისჭირდება ფაქტია რომ ქართველებს აღმოგვაშთა იწინააღმდეგობის ის რაღაცა მასშტაბი რომ ჩვენ დაჩაგვრას უფრო მკაცრი კანონები ჭირდება ვიდრე სხვა ქვეყნებში